მივდივარ თბილისში. მოკლედ თბილისში მივდივარ. გურიკასთან და ლუკასთან იქ დავჭები რამდენიმე დღე, მოკლედ. რამდენიმე დღე კი არა, ერთ კვირა. ანუ კვირაზე მეტი. ახლა მაქვს სალაგები. ამიტომ ეხავდები. და შევამდე მეთქი ცოტას მივალაგებ, თორება просто რას გავს არ იცით. Încerc să la prec. Corbrăzga sarisit. Akit ნახავარ ჩალგებული მაქვს. თითქოს ბევრი არ მაქვს მეთქი, მაგრამ რომ დავაკვირდი სავსეა ყველაფერიდან. როგორ მოხდა ეს ყველაფერი არ ვიცი. ხოდა ერთად წავიდეთ თბილისში. გრილში ყოფილიყარ და ეს ადგილი ალბათ ყველას გეცოდინებათ, აქეთ არის მატარებლების გაჩერება, ხოლო იქით გაჩვენებთ აქედან, აქეთ ავტობუსით დაიდაჩემ მოდის. ხო და ესეთი ამბავი. აქ თბილისში რომ მივიდეთ ხოლმე, ადრე სულ მატარებლით მივიდეთ და ახლა აღარ. და აქედან არის კიდე გადმოსახედი. აი. დუბლი მე რამდენი ვიდეოს ვიღებდი, მეგონა ფოტო ყოფილა. ნახეთ რა არეული ვარ. ვიწექი. აქ ვართ სადგურში ბილეთი უნდა ავიღოთ, იმიტომ რომ მივდივარ თბილისში, გურიკა და ლუკასთან დავჭები კაიხანი. ეს ფერი მიხდება? ახლა თნარი ლაგანტი ვარ. ხო და ესეთი ამბები. სპონტანურად გადაწყდა. ისეთ ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ახლა არა. და ესე გადაწყდა, რომ ვდივარ იქ ვჭები. ალბათ კაიხანი, არ ვიცი. რამდენი ხანიც მომინდება. და იქიდან თბილისიდან შემოგთავაზებთ საინტერესო ვლოგებს, იმიტომ რომ ბოლოს თბილისში ვიყავით, ძალიან კაი ნახვები გქონდა, ეს მოგეწონათ. ხა და ვფიქრებ, რომ ახაც მოგეწონებათ. ახლა მინდა იქ გარეთ გადავიღო, მაგრამ ხალხია და ბავშვები არიან და ახლა არ მინდა რომ ხალხს და ბავშვებს გადავყო. განსაკუთრებით ბავშვებს. ხა და დედაჩემს მოხდა ვარ. ეს დედაჩემის ძაღლის საჭმელი, ამ დედაჩემის მოდის, ოღონდ დედაჩემი 2 დღით მოდის, მარიამობას იქნება იქ და მე რა უკამბრუნდება. ხო და მე ვრჩები. ხო და ეს საჭმელი დედაჩემის ძაღლს რომ სანამ დეიდა არ იქნება, რომ აჭამა. ჩემსაც გავუგზავნე, ჩემს ძაღლსაც დავუტყვე ბობის საჭმელი, რა თქმა უნდა, რომ სანამ მე არ ვიქნები, აჭამა. ისეთ კი აჭმევენ, მაგრამ მაინც ესე ბაბუჩიმი და ჩემ ძმა მიხედავენ. ჩემს ძაღლს და კატებს დრო აჭამან, ორი დავტოვე ყველა საჭმელი. ხოდა ესეთი ამბები შემოკარგებო. ვაპირებ მარიამობას არ ვაპირებ წასვლას, იმიტომ რომ მარიამობაზე მე და ჩემი გვარს გქონდა გეგმები და მეთქი კაი ვიდეო გამოვადგოთ ან გაჩვენებდით რაღაც ჭიაკოკონობა რაღაც ძალიან ისეთ, მაგრამ რადგან ის გადაწყდა, შევქნათ. რადგან ის გადაწყდა, ესე იყოს. უფრო იაფია. მერე ის არის. ტრაფი არის უფრო. როგორ არა და თან ის კიდე ხო იცი ხარ. რა მანქანა დგას? ვიყიდე. ვიყიდე სტიჩის სახლის ჩუსტები, მოთეთქან თბილისში მივდივართ. რაზომა კითხავთ და ვაიკექში. ნუ ოღონდ მეკონა მაჩინური რაღაცები არ იყო, მაგრამ ყოფილა 31-32-ო, მაგრამ მე მაქვს 35 ფეხი. და რატომ ეს ისეთი პატარა? ვერ ვხვდები დედაჩემი დამცნო ბავშვების სექსიაში ვიყიდე. დედაჩემი დამცინოდა, მაგრამ ანუ მეკონა რომ ალბათ ზომაზე არ არის. ფასი 12 ლარი მინუცი 24-ის ნაცვლად. ხო. Ας ვიყიდე ვაიკექში. მაგტონთ. აქ ეს ზუგდიდი მოლი. ხო და აუცი. ესე მომთუ წყალკარი მქრია. ეს ვზივარ დედაჩემ წავიდა ბაზარში. რაღაცა მოდიდეს. ხო და აქ მეთქი მაგას დავიწყო. ამ სიცხეში ხა ბაზარში წავიდე. აქ სასწრაფო იქნება გამოსადახებელი, თორე და იმეილი წია. იმიტომ ახლა ახლა
სანამ ის ვამპირი ძაღლი მომაგნებს გადავიღო პატარა ვიდეოს მოკლედ მოვედით უკვე ვართ დეიდა ჩემთან გურიკა და ლუკას სახლში ანუ ძალიან უცნაური გრძნობა რომ ბავშვები არიან მაგრამ ხო მივდივართ და მანამდე ერთი დღე და ერთი ღამეა გავჩერდები და ხოლმე წავალ თბილისისკენ ფერი დეიდა ჩემი მე უკვე ზეგბრუნდება და მე ვრჩები ხო და აქ დეიდა ჩემს აქციის სილამაზე ეზოში მე როცა გადავიღებ და თან გავჩვენებ მაშინ აქ ძაღლი არ მოვარდეს თორე დაიწყებ თამაში და მე მეყვება სამ ყვავილები ისევ არის და აი აქაც არის აი ეს არის მთვარის ყვავილი ახლა ამ ყვავილს ძინავს მაგრამ როგორც კი დაბნელდება გაიხვიძებს და გაშლის კვირტებს აქაც ისე პატარა ყვავილებია და ყველგან არის ესეთი ყვავილები ძალიან საყვარელი პატარა ეზო აქ ნახეთ აქ რა ლამაზია ვართ რა ლამაზია ეს ყვავილი მომცეთ ფოტო გადავიღო აუ რა ხდება ხო და ამგანი ასეთ დროს ახლა მომდი ჩემ მეზობელს რემონტი ასეთ დროს კოდი არის გადამიღია ვლოგი თქვენთვის და ზოგადად ვცდილობ ხოლმე რომ ხშირად ანუ ვიღებ მომენტებს რაც საინტერესო ხდება მაგრამ ყოველთვის ვერა იმიტომ რომ ეხლა ბევრი რამე ხდება ჩემს ცხოვრებაში თურის სიახლეას ჯერ ვერ გიზიარებ იმიტომ რომ არ ვიცი არ მაგის გაზიარების საშუალება მაგრამ აუცილებლად ყოველთვის ჩემთან ერთად გაივლით ვლოგების გადაღებას თქო და არ ვწყვეტ უბრალოდ ანუ ახალი რაღაც სწავლებაც დამემატა და თასი რამე და ამიტომ არ ვიცი საკმაოდ ისეთი საფრთხილი მაქვს რომელსაც სიმართლე რომ გითხრათ არ ველოდი მაგრამ ყველაფერი ხდება მხოლოდ კარგი ესთის თან ცოტა დეპრესიული საფრთხილიც მაქვს იმიტომ რომ ყველაზე უაზრო საფრთხილია არ ვიცი კიდევ ვინ ხართ ესე დაწერეთ კომენტარებში ვის საფრთხილი გამოდგა კიდევ უაზრო აქეთ გურიკა და ლუკა თბილისში გადავიდნენ და წელს საერთოდ არ მინახია უკვე ბავშვები რომლებიც მთელი ზაფხული აქ იყვნენ წელს ანუ რამდენიმე ანუ მთელი ზაფხული არ მინახია და ძალიან გამიცდი მაგრამ მალე წავალ მათ სანახავად და დავჩები იქ ცოტა ხანი რომ ვიყო იქ და ესე არ ვიყო მთლად თორემ ძალიან განვიცდი სიმართლე რომ გითხრათ ესე ამ ყველაფერს მაგრამ რაც ხდება ყველაფერი მხოლოდ კარგისთვის ხდება ამის მჯერა მოკლედ და ხოლმე მათი წარმატებისთვის ხდება ამიტომ რაღაცნაირად პოზიტიური არის ამაში რაღაცები მაგრამ მათ გული მწყდება ბუნებრივია იმის კი არა რომ შემოწავიდნენ შემოდარწასულან ნახეთ უკან რა სილამაზეა ჩვენ ყოველთვის ვართ ერთად და სულ წერს გურიკა როდის მოხვალ უბრალოდ ერთსა სულ ხედავ ადამიანებს ჩვენს ძმებს ძმებით აი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ერთად გავიზარდეთ ხო ერთად გავიზარდეთ გურიკა არის 21 წლის და ლუკა არის 16 წლის ანუ გესმით ხო და უკვე 9 საათია პარიზში კი არ ვცხოვრობს და სადმე ხო და მოკლედ ეს მომენტი საკმაოდ ცოტიანია მაგრამ this is what is it ხო უფრო ხანდება და ეს პერიოდი არის ჩემს ყველაზე საყვარელი აი მაივან სულ გამოდივარ ხოლმე ესე გვიან ან სიმღერას უსმენ ან უბრალოდ ვუყურებ ახაურობას იმიტომ რომ ხამე ძალიან მიყვარს და ზაფხულობით მახსოვს აქ სულ ჩემი ცნობები იყვნენ ერთი ამბები ხდებოდა წელს პირველი ზაფხულია როცა არავინ არ მოვიდა გონი ამის ბრალიც არის როცა დეპრესია დამემართა და ვუმკლავდები მაგრამ სიმართლე რომ გითხრა იმდენი საქმე დამედო და რაღაცა რომ ვერც წავიდოდი ვერსად რომ მოსულიყვნენ ჩემი ნათესავების სიმართლე რომ გითხრათ ხო თან სხვა მეტად არ მიყვარს აი ამ სტკიულმა სიტუაცია გამიარა იმის მე კიდე მტკიოდა დღესაც მტკიოდა მაგრამ დღეს ისე ძალიან არ ვიცი ბებიაჯმა მითხრა შეშინებული გაქო არ ვიცი შეშინებული რას ნიშნავს
ხო და მომყავდები მოკლედ. მე მგონი ეხლა დღეს იმედი არ მდგება, ამიტომ ვფიქრობ ხვალონზე თითქმის უნდა გამიაროს fingers crossed, მაგრამ გუშინ ღამე დავიმატე, იმიტომ რომ გუშინ წყალი მინდოდა და ისე თუ წამოვდექი, აი მან ვიგრძენი რომ რაღაცა კარგად არ იყო. ისე ამტკივდა შეადგილი რაღაცა უშნო წამოვდექი და მაგის მერე აი ისე შემომიბრუნდა. მაგრამ გამდის მგონი ნელ-ნელა გამდის. ვერ მჯდებოდი ხალხო, ეხლა დიდი ხანი რო ვჯდები, ჯდომაც მოშვება. ეთყობა გაწვება რაღაცას გადაბსკვნილი მაქვს თუ ჯანდაბა, როგორც ბებიაჩი ამბობს შეშინებული და ესე ერთ დღეში ესე დამემართ. ხო, ანუ ავდექი დილით და აშკარად ცუდად ვიწექი და ალბათ მაგის ბრალიან, ცუდად შემოვტრიალდი. ამიტომ როგორც ბებიაჩი მიძახეს, მე ღამე ფეხბურთს თამაშობ, იმიტომ რომ საშუალოში ვიცი ესე. ხო და რა ვიცი. იმედი მაქვს გამიulis თუ არ გამიარა და რა უყო ხა. ისე არ არის, თავი დამტკიოდა ძალიან. თუ იმეს დაგმართნიათ, აი ეს ადგილი სადგაჩვენოთ, აი ეს ადგილი რო გტკივა, იცით, აი ეს გვერდი. ნეკნი არა, ნეკნის ქვევით, აი ბევრს რო იმოძრავებთ და მე რო გტკივდება ხოლმე. ხო იცით, აი ეგ მტკივა. ხო და იმედოვნებ რომ გამიulis. ანუ რო ეხა წინაზე უფრო მტკიოდა, იმიტომ რომ სად ვჯდებოდი, მას ვიცექი. ან ვიდექი დიდი ხნის დგომი, დიდი ხნის ჯდომის მოძრაობის როსაც მტკიოდა ამ ხელს საერთოდ ვერ ხმარობდი, როგორც კი რამე მოძრაობას ამ ხელით ვაკეთებდი, დარხეული მქონდა, საშინელი მტკივილი მქონდა. ეხა ეგრე არ ვარ. მე სად ნახო ხე რო დავაკაკვნო. ფუ. ხო და იმედი მაქვს რომ გამიulis, იმას თუ გქონიათ ეგ შემთხვევა, ძალიან გთხოვთ მითხარით, რამე თი შემიძლია თუ არა რომ უშველო რომ გამიაროს თორე გავწამდი. ეხა დღეს ძალიან ცუდად არ ვარ. მაგრამ მაინც რაღაცა ოდნავ დისკომფორტი მაინც მაქვს. და იმედი მაქვს რომ გამიulis. სთი ამბები მაქვს ხო? აი ეს დღეში ვარ. ამოვედი რომ ეს ლამაზი გადამეღო. რომელსაც ეს კამერა საერთოდ ვერ აღიქვამს. რა ფერებია ჩემ წინ. საერთოდ ვერ ნახეთ. სრული სიჩუმე. მაგრამ გაიარა ეხლა და სრული სიჩუმე არ არის, მაგრამ ხავანთებ აქ შულს. და გაჩვენებთ უფრო. აი ესე. უკვე დაღამდა პრინციპში, ასე გამიყურება. ეს არ მიჩვენებია, მქონი ღამე უფრო ლამაზია. გაჩვენებთ. ეს გამოიყურება ფობია. აი ამას რაჭის. თუ ხდებით, ანუ ბაბუჩმა ვისაც ჩემი ვიდეოები ნახე და გამახსოვრებათ, რომ ეს ბაბუა ჩემმა შეღება აი რამდენიმე თვის წინ და არ ვიცი რატომ დაემართა. ეთყობა რაღაცა ზედმეტ დაემართა. გაუკეთან დააკლო გამხსნელი თუ რა ვიცი. ანუ მზე დამართა, ასეთი მზე არ იყო, მაგრამ რა ვიცი. თლიანად აი ყველგან აბსოლუტურად. სადაც შეღებ. ესე ხელს ვერ მოკიდებ, იმიტომ რომ ხელს რომ მოკიდებ, ხელი ამიანი გაქვს. აბსოლუტურად ყველგან ძრება და დავცინით, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველგან ეს დაემართა, არ ვიცი, სპრელია. ხელს შეღებოს თავიდან ასისაღები. ხო, ესე. კიცი. ესეთი ამბებია. ეს წინთება სხვათა შორის, მაგრამ ეს სხვა ანთებს. სიმინდი ტრენდა. წას მოხარშავთ ხე. და ცოტას თბილისში წავიღებ. დავტეხეთ. მინდა ეს ულამაზი. ჩინ გადაიფრინა. ეს ულამაზი მთვარე გაჩვენოთ. კიდე. შეხედეთ უბრალოდ რა სილამაზე და კამერაში თქონთ ისე არ ჩანს ჩემს ბანძ კამერაში ხა. მარა ისეთი ლამაზია. რომ it's amazing. კაროჩ, აი ეს დრო ძალიან მიყვარს. ნახეთ. ამას თუ ხედავთ აქ და გაინტერესებთ რა არის დაფნა. დასიკას შრობათ. მაგრამ ეს ჩვენი არ არის. ნამდვილად ჩვენ სახს დაამბევ დაფნა. წინ და იქით უკანაც, იქით და იმის უკანაც. ეს მოკლედ საჩუქრად კი არა. აქ მეზობა ბელს ყავს თავს სტუმრები და იმათ სხვა იქით ქართლიდან თუ საიდანღაც და იმათ
უნდოდათ და ბაბუამ და ვიამ მოუჭრეს რომ გაატანა. აი ამდენი დაფნა. ძალიან სასარგებლოა, ჩვენ არ ვიყენებთ და ამდენი გვაქვს. არ ზოგჯერ ვყიდით ხოლმე. ისია. შეიძლება შეხედეთ. კიდევ ტიკტიკებენ. ცეფრარი და ჰოპ. საბადო. ყემლის საბადო. ვაიმე ამაზე. ეს რა ტკბილია თქვენ არ იცით? ეს არ ვიცი, იმას თუ გიყვარდა დამისჭამა, მაგრამ ბავშვობაში მაგრამ ხა მას ამოვხიკავ. ვაიმე ცუდად ვარ ისე მიყვარს. აი ცუდად ვარ ისე მიყვარს აი ეს. აკაია.